აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ 2015 წელს გაწეული მუშაობის ანგარიში ამჯერად ვალერი არქანიას სახელობის არტ გალერეაში წარადგინა. ანგარიშის წარდგენას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვადასხვა უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტისა და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში აფხაზეთის მთავრობამ განახორციელა. პრეზენტაციაზე ვახტანგ ყოლბაიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში დანერგილი აფხაზური ენის სწავლების პროგრამის მნიშვნელობა განმარტა. ისაუბრა აგრეთვე გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის პრობლემაზე და მის მოსაგვარებლად ალტერნატიული გზების მონახვა უპირველეს საზრუნავად მიიჩნია. სამაგალითო უწოდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლობას საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორთან, რომელიც გერმანიის, ჩეხეთის და თურქეთის საელჩოების ძალისხმევით და ხელშეწყობით შედგა და შედეგად როგორც ყოლბაიამ აღნიშნა დევნილებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. მათ შორისაა დასაქმებისა და ჯანდაცვის კუთხით განხორციელებული პროგრამები. გავანალიზეთ ჩვენ ის პირველი პრეზენტაცია და შევეცადეთ შეგვეცო ეს ჩვენი ანგარიში უფრო დაწვრილებით ვილაპარაკეთ იმ პროექტებზე, როდესაც ახალგაზრდული პროექტი ქვია, ვილაპარაკეთ არასამთავრობო სექტორთან ჩვენს თანამშრომლობაზე, რაც მთავარია და მნიშვნელოვანია ამ პროექტებში. ახალი სამუშაო ადგილები ვილაპარაკეთ იმ მიღწევებზე, ვთქვათ, არ არის ეს ჩვენი პირადი დამსახურება, რა თქმა უნდა, მაგრამ იმ მიღწევებზე, რომელიც აქვს ჩვენს ტოლთა განსახლების სამინისტროს ბატონ სუბარის ხელმძღვანელობით, რამდენი რამ გაკეთდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ერთგვარი გარღვევა მოხდა უცხოეთში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ცნობადობის ამაღლების მიზნით და ამის დასადასტურებლად ვახტანგ ყოლბაიამ თურქეთსა და იტალიაში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლების ვიზიტები დაასახელა. რასაც ჩვენ ვაპირებთ მომავალ წლებში, ეს არის ზუსტად ეს მიმართულება. ჩვენ ვალდებული ვართ, ვაჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას, რომ საქართველოში არის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლება, რომელიც არაძალადობის გზით, არა საომარი რიტომირიკით თავისი კონკრეტული საქმეებით დაუახლოვდეს სოხუმის მოსახლეობას. და ჩვენ ვცდილობთ გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა საერთო სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში. ამისკენ არის მიმართული ჩვენი ვიზიტები და მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტები გამოიღებენ სერიოზულ შედეგს. საკმაოდ რთული წელიწადი იყო თითოეული სტრუქტურისათვის და რასაკვირველია ჩვენთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის. გაზრდილია რეფერალური პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციარების გადმოსვლა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან და თქვენ დღეს მოისმინეთ ანგარიში, რომ ამ დღეებში გაიხსნა ობიექტი, რომელიც სწორედ ამ პროგრამის მოსარგებლებზე და მათ თანხმლებ პირებზე არის გათვალისწინებული. დაგეგმილი არის დეკემბრის პირველ ნახევარში ანალოგიური ანგარიშების წარდგენა იმერეთში, ასევე ზუგდიდის რეგიონში, სადაც ჩვენს მოსახლეობას გავაცნობთ გაწეული მუშაობის შესახებ. მე მიმაჩნია, რომ ეს არის კარგი პრაქტიკა. აქ უფრო დაწვრილებით არის ლაპარაკი იმაზე, თუ რა სტრუქტურული რეორგანიზაცია მოხდა ჩვენ სტრუქტურებში, როგორ იყო თანხები გადანაწილებული, რომელიც ეკონომიის შედეგად იყო მობილიზებული.